მხოლოდ კედლების ნეიტრალურ ფერში დაფერვა არ ნიშნავს იმას, რომ მოუწყოთ საბაზისო ინტერიერი კეთებისას. დიზაინის სამყარო არ გვაპატიებს რამე რო არ ვთქვათ განათებას. ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, პროცენტი უჭირავს ინტერიერში განათების მოწყობას და იმას თუ განათებას რა ეფექტი მოაქვს. აქაც არაჩვეულებრივად არის წარმოდგენილი ელემენტი. ყურადღება მიაქციეთ ამ ძალიან საინტერესო ლარნაკებს, რომელიც არის კორკისგან შექმნილი და იმას, რაზეც ჩვენ საუბრობთ და ვახსენეთ რითმულობა, აი ეს რითმია წარმოდგენილი და გარკვეულ კომუნიკაციას ამ ხისტოთან გამოძახილ სამართ საბაზისოში განათების აქცენტია გაკეთებული ამ წერტილში. გვინდა გამოვიყენოთ რაიმე ხის ფაქტურის ელემენტი, მაგრამ ის არ უნდა გაუწყეს, რომ რასთან იქნება კომუნიკაციაში. ეს არის მინის სურთულები, რომელიც შეიძლება ამოიღო მის ქვეშ იმალება განათება და ნახეთ როგორი იმ წუთში მაგიური ხდება ეს ნათება, როგორც კი ამ მინის ბურთს მოათავსებ. საოცარი სილამაზის ობიექტია ნამდვილად. კი ბატონო. აი ნახეთ ესეც როგორი საინტერესო ობიექტია. არაჩვეულებრივი, მინიმალისტური, მხოლოდ ალბათ ორ მასალაში წარმოდგენილი, რომელიც აქცენტირებულია განათება. ეს არის ინგო მაუერის განათება, არის ძალიან ორიგინალურია და ნამდვილად არაჩვეულებრივი, ნამდვილად.